მე თავიდანვე ვთქვი, რომ შევდივართ შემდეგ ეტაპზე ავტორიტარიზმის სამწუხაროთის ღრმავდება. ეს კლასიკა არც საქართველოში დაწყებულა და არც აქ დამთავრდება, გასაგებია ასე მოხდა ყველგან. პირველი ეტაპი იმ კონფრონტაციის შემდეგ, რომელიც გააკეთა წინააღმდეგობამ, პირველი ეტაპი არის ამის გაჩერება, აქტივისტები, პოლიტიკოსები, ტელევიზიები, ფული, პარტიები, ეს ყველაფერი. მეორე ეტაპი არის ამის გაღრმავება და აი სწორედ 1 წლის თავზე გადავედით ამ ეტაპზე. მე ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა 29 დეკემბერს, როდესაც არ შესრულდა ის დაუმორჩილებლობა, რომელიც მე შევთავაზე საზოგადოებას მოგეხსენებათ 1 წლის წინ. ზუსტად მაშინ მე ვთქვი. ეს არის სისტემა, რომელზეც არაერთხელ გისაუბრია ზურაბიშვილის რეზიდენციიდან გამოსვლის პროცესი. ანუ ნახეთ, ეს მე არ მომიგონია. ამ საქმეს აქვს დაწერილი სახელმძღვანელო, გამის გამოცდილება არსებობს ჩილედან დაწყებული, მალაიზიით დამთავრებული. საქართველოში ვერაფერი სხვა ვერ მოხდება. როდესაც ხელისუფლება დააპირებს, რომ დაამკვიდროს ეგეთი რეჟიმი, როდესაც შენ პირველ ეტაპზე ვერ მიაღწევ წარმატებას, მერე გადადის ყველაფერი მარათონში. მაშინვე ვთქვი, ეს გადავა მარათონში. ისინი უკვე მოიმარაგებენ ბერკეტებს და დაიწყებენ ყველა უფრო ძლიერია მარათონში ის უფრო ძლიერია, ვისაც აქვს გრძელვადიანი, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი შეჯიბრისთვის მეტი რესურსი. ადამიანების რესურსი, რომელსაც უკეტავენ, დევნიან, პარტიებს აუქმებენ, ფულს ართმევენ, ბიზნესმენებს აგდებენ, ხმას ამოიღებ და რაღაცა მილიონობით გაჯარიმებენ. ჩვენ ნაკლები რესურსი გვაქვს, ჩვენ ბევრი სხვა რესურსი გვაქვს, მაგრამ მარათონში, იმიტომ არ მინდოდა რომ ეს გადასულიყო მარათონში. და ამ მოვლენის პიკში ვთქვი, რომ ჩვენ ცოტა მეტი რაღაცა უნდა გავგვეკეთებით. ამიტომ სამწუხაროდ ეს არ არის ახალი, ახალ შრეებში შედის და ეს გადაბმულია.